ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. საქართველოს მთავრობამ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მოიწონა. განკარგულება ძალაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შევა. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გახდეს კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოში განხორციელდა რეალური ცვლილებები და ქვეყანას მართავს დემოკრატიის გზაზე მდგარი პოლიტიკური გუნდი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტია. მთავრობის ხდომაზე მინისტრის რანგში ბოლოჯერ იმყოფებოდა დავით ნარმანია. დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მისი შემცვლელი დასახელდა. ნარმანიას ელგუჯა ხოკრიშვილი ჩაანაცვლებს. მთავრობის ხდომაზე დღეს სულ 26 საკითხი განიხილეს. მადლობა პრემიერ-მინისტრს, ეს არის ნდობა რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ყველა პარტიას მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. სწორედ ამიტომ მე მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს წინა საარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისაგან და იმ პირების დაკავებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. აპრილს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც არჩევნები სავარაუდო თარიღად დადგინდა 2014 წლის 15 ივნისი. დღეის მდგომარეობით მთავრობა მოახდინა მასზე კონტრასიგნაცია, გადაიგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შემდეგ გამოქვეყნდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ელექტრონულ ვებგვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.